გადაიფიქრა თუ არა მთავრობამ პოსტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. კანონში ცვლილებების ინიციატორი მთავრობა იყო, რასაც კომპანიების პროტესტი მოჰყვა და მათ ეკონომიკის სამინისტროს ალტერნატიული პროექტის შესთავაზეს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან და ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად შეიმუშავეს. დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ მთავრობამ კანონში ცვლილებები მართლაც გადაიფიქრა და ამის შესახებ ორგანიზაციამ კომპანიებს აცნობა. ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში, ასევე არ ფლობენ ინფორმაციას თავად გადამზიდავები. გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ დროულად გაარკვიონ სიტუაციაში, ვინაიდან ბიზნესის გრძელვადიან დაგეგმვაში მათ ხელი ეშლებათ. ჩვენ ქონდა რამდენიმე გადამზიდველთან კონტაქტი და ვუთხარით ამის შესახებ, რომ ესეთი რამ გვითხრეს მთავრობიდან. შესაბამისად, მათი ნაწილი ნამდვილად არის ინფორმირებული, ყველაზე არ ვიცი ნამდვილად. კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი კონტაქტ ჩვენთან. გადაწყვეტილება მთავრობას, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ჩვენთვის არაფერი უცნობებია, არც ტელეეთერით გაუკეთებია რამე განცხადება იმის შესახებ, რომ შეცვალა გადაწყვეტილება. სამინისტრო გარდა იმისა, რომ განცხადებისა თუ თქვათ ის გააკეთებს, რომ შეწყვიტა ახალ ამ სფეროს რეფორმირება და აღარ მუშაობს კანონ პროექტზე, აუცილებელია დაფიქსირდეს სწორედ ის მიდგომები და პრინციპები, რასაც ამდენი წელიწადია უკვე ბამბსდოლაში ვითხოვთ, კონკრეტულად ის, რომ ემხრობა თუ არა ის ლიბერალიზებული ბაზრის პრინციპების დატოვებას ამ სფეროში, თუ არის რეგულაციების მომხრე.